ბათუმში აქცია კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ჩატარდა აქცია ხულუელების მარშით დაიწყო. აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მსვლელობამ სტარტი სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აიღო. ისინი მზია ამაღლობელსა და აქციების მიმდინარეობისას დაკავებულ სხვა პირებს სოლიდარობას უცხადებენ და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ. დღეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ჟურნალისტები შეიკრიბნენ, რომლებმაც მარია რესას წიგნზე როგორ დავამარცხოთ დიქტატორი დისკუსია მოაწყვეს. ვფიქრობ, რომ უკვე ეს რეჟიმი დასასრულისკენ მიემართება და ისევე როგორც სკოჩით ვერ გააჩერებენ, ესე რომ ვთქვათ, ხალხის ხმას, ისე ვერ გაგაჩერებენ ჩვენც ვერასდროს. სანამ იმ შედეგს არ მივაღწევთ, რაც ჩაფიქრებული გვაქვს და რაც სწორი იქნება ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ხულო იყო არის და იქნება ყოველთვის განვითარების წესი. ჩვენ სიბნელეს და სინათლეს შორის კომპრომისს ვერ დაუშვებთ. ამიტომ შესაბამისად თავისუფლება პოლიტპატიმრებს, ახალი არჩევნები და შემდეგში რასაც დააშავებენ, ამ ყველაფერსაც, რა თქმა უნდა, ხულოს საზოგადოების სოლიდარობა ექნება.